9 თვის განმავლობაში საკანონმდებლო ორგანო ახალი თავდაცვის კოდექსს განიხილავდა. მიუხედავად ბევრი წინააღმდეგობისა, ინიციატივა დამტკიცდა და შედეგად რელიგიური უმცირესობების დისკრიმინაციის კიდევ ერთი კანონი მივიღეთ. ერთი შეხედვით იყო უთანასწორობა, რადგანაც მართლმადიდებელი სასულიერო პირები სრულად თავისუფლდებოდნენ, ხოლო სხვა სასულიერო პირებს ფორმალურად გადაუვადებოდათ სამსახურის მოხდის დრო. ამ საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად ხელისუფლებამ შემოიტანა ახალი საგანგაშო ტერმინოლოგია, როგორიცაა არაკეთილსინდისიერი და ფიქტიური რელიგიური ორგანიზაციები, რაც ახალი თავდაცვის კოდექსის ამ ცვლილებების მთავარ არგუმენტად არის გამოყენებული. მართალია, ეს ტერმინოლოგია უშუალოდ კანონის ტექსტში არ წერია, თუმცა გვხვდება თავდაცვის კოდექსის განმარტებით ბარათში, რითაც ამ ტერმინოლოგიის სამართლებრივ და საკანონმდებლო სივრცეში გამოყენების ფაქტი ფიქსირდება. ეს არის ძალიან საშიში ტერმინები. სახელმწიფო ცდილობს რელიგიური ინსტიტუციები გამოიყენოს იმისათვის, რომ იყოს იარაღი საკუთარი პოლიტიკური მიზნებისათვის, საკუთარი დღის წესრიგისათვის, კერძოდ იყოს გარკვეულად მხარდამჭერი მათი, იქნება ეს არჩევნები თუ სხვადასხვა პოლიტიკური მიზნები. ეს არის რუსული მეთოდი, მე შემიძლია ვთქვა, იმიტომ რომ მე ინფორმაციას ვადევნებ თვალს, რუსეთში სახელმწიფო აკონტროლებს რელიგიურ ორგანიზაციებს საკუთარი პოლიტიკური მიზნებისათვის, ისევე როგორც ბელორუსში, იმ რელიგიური ორგანიზაციის ლიდერებს, რომლებიც ცდილობენ გარკვეულად შეინარჩუნონ დამოუკიდებლობა და გამოხატონ თავიანთი აზრი თავისუფლად, უქმნიან პრობლემებს, უკერავენ საქმეებს, ართმევენ სამლოცველო სახლებს, ქმნიან მათზე პროპაგანდისტულ ფილმებს მათ წინააღმდეგ, ან უქმნებენ რეგისტრაციას. ასე რომ შეიძლება ჩვენ ვივარაუდოთ, რომ ფიქტიური რელიგიური ორგანიზაცია ან არაკეთილსინდისიერი რელიგიური ორგანიზაცია შეიძლება აღმოჩნდეს ის რელიგიური ორგანიზაცია, რომელიც უბრალოდ არ არის ლოიალური სახელმწიფოს ან მმართველი პარტიის მიმართ. ახალი თავდაცვის კოდექსის მიხედვით სამობილიზაციო რეზერვის აღრიცხვის მიზნით რეზერვის სიაში ჩაიწერება ინფორმაცია პირის აღმსარებლობის შესახებ, რაც გულისხმობს 18-დან 60 წლამდე ყველა მამაკაცის აღმსარებლობის შესახებ პერსონალური ინფორმაციის შეგროვებას. ეს კი განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემებია. ეხლა შეიძლება კაცმა თქვას, რომ რა მოხდა, მე რაღაც რელიგიას ეკუთვნი და მიიტყვი, რომ იმ რელიგიას ვეკუთვნი. მაგრამ დღევანდელი სახელმწიფოს დამოკიდებულება, მისი პროპაგანდა არის ისეთი, რომ თუ შენ არ ახარ დომინანტი რელიგიის წარმომადგენელი და არ ხარ, ასე ვთქვათ, ლეგიტიმირებული დომინანტი რელიგიური იერარქების მიერ და ხარ სხვა, ასე ვთქვათ, დენომინაციის თუ რელიგიის მიმდევარი, გარკვეულად ითვლები მეორე ხარისხოვან მოქალაქედ. როგორც კომუნისტების დროს იყო, თუ შენ არ იყავი პარტიის წევრი, ისე მაღალ თანამდებობაზე ვერ დაინიშნებოდი. როდესაც ადამიანს ეკითხებიან, შენ ხარ თუ არა დომინანტი რელიგიის წარმომადგენელი, ფაქტიურად ეკითხებიან მეორე ხარისხოვანი მოქალაქე ხარ თუ პირველ ხარისხოვანი მოქალაქე ხარ, ჩვენიანი ხარ თუ არა ხარ ჩვენიანი, უნდა გენდოთ თუ არ უნდა გენდოთ. კონკრეტულ კანონს თუ გავცდებით, რა საზოგადო შედეგებამდე შეიძლება მივიდეს ეს ყველაფერი. როგორია გზა დისკრიმინაციიდან კონტროლამდე? საქართველოს დამოუკიდებლობის დღიდან მე თვალს ვადევნებ რელიგიურ სინდისის თავისუფლების ხარისხს საქართველოში, იმიტომ რომ იქედან მოყოლებული და კიდევ უფრო ადრე კომუნისტების დროიდან მე ვარ არადომინანტი რელიგიის წარმომადგენელი. მინდა გითხრათ, რომ სახელმწიფო არასოდეს არ იდგა სიმაღლეზე, იმ სიმაღლეზე, რომ დაუშვათ სინდისის თავისუფლება ყოფილიყო რაღაც ევროპული სტანდარტის და უფრო იკვეთება სახელმწიფოს სურვილი გააკონტროლოს რელიგიები და როდესაც ერთი რელიგიის მიმართ, ამ შემთხვევაში დომინანტი რელიგიის მიმართ, ეს რა თქმა უნდა პირდაპირ პროპორციულად აისახება შეზღუდვებთან რელიგიის თავისუფლების კუთხით. მე ვიტყვი, რომ დღეს საქართველოში არის რაღაც რუსულ-ირანული ჰიბრიდი რელიგიებთან დაკავშირებით და არანაირად ამ კუთხით საქართველო არ მიდის არც დემოკრატიის და არც ევროპის ღირებულებების გზისკენ.
ეს იყო დროების ბოლო სიუჟეტი დღეს